ეგრეთ წოდებული მოსვენების კანონთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არასამთავრობოებიც დაესწრებიან. ისინი დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის გარდა ასევე აუცილებლად მიიჩნევენ, რომ გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი. მათი აზრით პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს. ეგრეთ წოდებული მოსვენების კანონში ცვლილებებით გადაიხედება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლება მოსილებებიც. მოთხოვნა არის, რომ შეიქმნას ცალკე სააგენტო, რომელიც სერვისის სახით მიაწვის ამ მომსახურებას, უსაფრთხოების სამსახურებს და სწორედ ეს ორგანო იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ განხორციელდეს ფარული მიყურადება და სატელეფონო საუბრის ჩაწერა. შენგეხებას აქვს საკუთარი პოზიციები, რომ პარლამენტში შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო სამართლებრივი მექანიზმით, რათა უსაფრთხოების სამსახურზე და ყველა იმ ორგანოზე, რომელიც ჩართული არის გარკვეულწილად პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე, ყველა ამ სამსახურზე განახორციელოს ეფექტური კონტროლი. თუ კომისია დატოვებს სუსში ან რაღაცა მსგავს შუალედურ ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, ვფიქრობ, რომ ის იქნება დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების. არ მგონია, რომ ჩვენი წარმომადგენლებისთვის ეს პირობა იყოს მისაღები. ამოსავალი არის ის, რომ ჩვენ მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა ევროპული ქვეყნები, ანუ მსგავსი სისტემა აქვთ მობილურ ოპერატორებს, ან შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო.